დეზინფორმაციით, კონტექსტის დამახინჯებითა და სიცრუის ტირაჟირებით მოსახლეობის მანიპულირების მცდელობები და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული კამპანია. თეონა გეგელია YouTube არხს ღარბი მედიას მეშვეობით მაყურებლის მოტყუებას და ქართული ოცნების ხელისუფლების ძალისხმევის გაუბრალოებას ცდილობს. საგულისხმოა, რომ სიცრუეს გეგელია გადაცემა კვირის ტყუილში ტირაჟირებს. ის პრემიერის ინტერვიუდან ნაწყვეტს მიმოიხილავს, სადაც ირაკლი კობახიძე მსოფლიო გეოპოლიტიკურ ვითარებას და ამ კონტექსტში საქართველოს ინტერესების წარმატებულ დაცვაზე საუბრობს. თავად ჟურნალისტმა გეგელიამ საზოგადოებას ბოლო პერიოდში თავი გერმანიაში გაქცეული ჰერტის სკოლის მკვლევარ გიორგი გახარიასთან ინტერვიუების გარდა ვერაფრით დაამახსოვრა. მან პარტია საქართველოსთვის ლიდერის პოპულარიზაციის მიზნით წინასწარ შეთანხმებული კითხვებით გახარიასთან 30-ზე მეტი ინტერვიუ ჩაწერა. მას შემდეგ კი რაც ამის საჭიროება გაქრა, მეგობრებთან ერთად წვეტიანი YouTube არხი გააკეთა და როგორც ჩანს, თავის გამოჩენას დეზინფორმაციით ცდილობს. საინტერესო იყო ეს წელიწადი, მათ შორის საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სერიოზული სირთულეები, თუმცა 2025 წელსაც შევძელი ჩვენ ყველა სერიოზული გამოწვევების სათანადოდ დაცლება, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025 წელმა ჩაიარა წარმატებით, ასე ვიტყოდი, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე რჩება ძალიან რთული, კონფლიქტებით არის სავსე, მთელი მსოფლიო არის კრიზისი, ძალიან ბევრ ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს პრაგმატულობის შენარჩუნება და რაციონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ეს იყო ის, რითაც ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის გამტკიცება, მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და საბოლოოდ ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა. და მოთმინების პოლიტიკა, მათ შორის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მოგცემს მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს გამოხატული უკვე შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და შეცვლილი პოზიცია არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების, უკრაინაში მიმდინარე ომის პირდაპირი გაგრძელება და გამოხატულება. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ რასაც უწოდებდნენ ღიაკარის პოლიტიკას, ნატოს ღიაკარის პოლიტიკას, ეს ყველაფერი აღმოჩნდა სინამდვილეში ორპირიქარის პოლიტიკა. ეს დღეს აღნიშნა მათ შორის ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა და ძალიან სამწუხარო. თავად საუბრობს არ გაფართოებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის შეცვლილი მოცემულობა. აქაც რა თქმა უნდა ჩვენ გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა. ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორ განვითარდება გლობალურად პროცესები და ამის მიხედვით ბუნებრივია ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, რომელიც არის ასევე კონსტიტუციური ამოცანა, აქაც გვაქვს სერიოზული სირთულეები და მათ შორის აქაც მსგავსი სირთულეა, რომ თვითონ ევროკავშირს აქვს პრობლემები. რაც ყველაფერზე აისახება, მათ შორის გაფართოების პოლიტიკასაც. მთავარი პრობლემა ევროკავშირისთვის არის ის, რომ კონკრეტულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას და ევროპულ ბიუროკრატიას სუვერენიტეტი აქვს ძალიან დაკარგული. ასეთ პირობებში მათ უჭირთ საკუთარი ობიექტური ინტერესების, ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად მოქმედება და ეს ბევრ რამეშია გამოხატული და ამ ყველაფერზე საუბრობს ამერიკული უსაფრთხოების დოკუმენტი. მთავრობის მეთაურის ინტერვიუდან ნაწყვეტის განხილვას გეგელია ტყუილით იწყებს, ცდილობს ფაქტად წარმოაჩინოს თითქოს ირაკლი კობახიძისთვის კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი, რომელიც სწორედ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩაიწერა, პრობლემას წარმოადგენს, რაც პრემიერს საერთოდ არ უთქვამს. გეგელიას საუბრიდანვე ირკვევა, რომ მისთვის საგარეო ასპარეზზე წარმატება არა ქვეყნის სუვერენიტეტის და მოსახლეობის ინტერესების დაცვა, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარედან მისთვის მოსაწონი პოლიტიკური სუბიექტების შექებაში გამოიხატება. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩვენი კონსტიტუციური ჩანაწერი პრობლემა წელი თუ წარმატებული იყო, საქართველოს უნდა ჰქონოდა წინსვლა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. ღარბი მედიას წამყვანი 2025 წლის შეჯამების ვიდეოში ამერიკელი ხალხის მიერ უარყოფილი და გადარჩეული ჯო ბაიდენის 2024 წლის გადაწყვეტილებასაც ახსენებს და წინა ადმინისტრაციის მიერ ბიძინა ივანიშვილის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დასანქცირებას საქართველოს ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებას ცდილობს. რეალურად კი ბაიდენის ადმინისტრაციის უსამართლო გადაწყვეტილების მიზანს საქართველოს ზეწოლა წარმოადგენდა. ღარბელი გეგელია ცდილობს მცირერიცხოვანი აუდიტორია იმაშიც დაარწმუნოს, თითქოს ხელისუფლება დასავლეთისკენ სვლაზე უარს ამბობს, რეალურად კი საკუთარ მაყურებელს ატყუებს, კერძოდ არ საუბრობს ნატოს მთავარი კონტრიბუტორის, შტატების პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც ალიანსის გაფართოებას არ განიხილავს. სტაჟიან ჟურნალისტ არც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადება გახსენებია, რომელმაც განმარტა, რომ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების შესახებ მიცემული დაპირება ტყუილი იყო და არც ერთი ქვეყნის მიღება არ განიხილებოდა. კვირის ტყუილის ავტორი და წამყვანი არც საქართველოს
მხრიდან ალიანსისკენ სწრაფისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც საპასუხო ნაბიჯები ნატოს მხრიდან არ მოყოლია. გარდა ამისა, ევროკავშირი გაფართოებას 2030 წლამდე არ გეგმავს. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება კი მთავრობის მეთაურის 28 ნოემბრის განცხადებამდე ბრიუსელმა 5 თვით ადრე მიიღო. მიუხედავად ამისა, როგორც იკვეთება, გეგელიას ინტერესში აღნიშნულის გაჟღერება არ შედის, რადგან ამ შემთხვევაში დამახინჯებული ფაქტებით манипулირება შეუძლებელი იქნებოდა. საგულისხმოა, რომ მიუხედავად უსამართლო დამოკიდებულებისა, საქართველოს, რომელიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერია, კურსის ცვლილებას არ განიხილავს, თუმცა კვირის ტყუილის წამყვანი არც ამაზე საუბრობს. გადაწყვეტილება მოჰყვა ქართული ოცნების და კონკრეტულად ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე აჩერებდა მთავრობა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. გახარიას ფავორიტი ჟურნალისტი აპელირებას ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტითაც ცდილობს, რომელიც სინამდვილეში საქართველოს წინააღმდეგ ამიმართული დოკუმენტი ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაა რეგისტრირებული ტრამპის პირობებში კი ქართველი რადიკალებისა და მათი ლობისტების მცდელობების მიუხედავად ამ დრომდე შეჩერებულია. ეს კი იმის ფონზე, რომ ერთხელ ჩავარდნის შემდეგ ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე მიბმას სცადეს, თუმცა უშედეგოდ გეგელია კი ამ ფაქტსაც მალავს. პარალელურად საუბრობს მარკო რუბიოს ბუნდოვან განცხადებაზე, რომელშიც საუბარი არა საქართველოზე, არამედ ზოგად კონტექსტში. 2025 წლის 27 მარტს ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა მეგობარი აქტი დაამტკიცა. ამ დროს პრეზიდენტი არის უკვე დონალდ ტრამპი. მაგრამ გეგელია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას არც საერთო კონტექსტი თვალისწინებს და არაფერს ამბობს იმ ღირებულებათა და იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე, რასაც ევროკავშირის შიგნით აქვს ადგილი. არც იმ მნიშვნელოვან ასპექტს ახსენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის შეზღუდვა ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგალითისთვის, მხოლოდ უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის განცხადების გახსენებაც საკმარისია, რომელიც ბაიდენის მხრიდან უკრაინა-რუსეთის ომში სხვა ევროპული ქვეყნების ჩართვის მოთხოვნასაც იხსენებს. I was there. I have seen. I'm a witness. მე იქ ვიყავი, შემსწრე თუ როგორ ეკაჩებოდნენ ამერიკელები გერმანელებს ამ ომში, არ დაგავიწყდეთ, ეს არ ყოფილა თქვენი არჩევანი. მე არ ვიცი როგორ არის ეს ახლა გერმანიაში ინტერპრეტირებული, მაგრამ ომის მხარდამჭერი პოზიცია არ იყო თქვენი არჩევანი. თვითკანცლერი შოლციც კი უწევდა წინააღმდეგობას. მაგრამ რა მიზეზით? რატომ ჰქონდათ ამერიკელებს ომის დაწყების ინტერესი? მოდი დაუბრუნდეთ ფაქტებს. გერმანიის კანცლერი იბრძოდა კვირეების და თვეების განმავლობაში, რომ არ მომხდარიყო გერმანიის ამ ომში უფრო და უფრო ჩართვა. ბაიდენის დემოკრატების ადმინისტრაცია გვეკაჩებოდნენ ჩვენ ყველას, მე არა, მე წინააღმდეგობა გავწიე და გვერდზე გავდექი, მაგრამ გერმანელები აიძულეს ჩართულიყვნენ ამ ომში. მე ვუთხარი შოლცს და ყველას მაგიდის ირგვლივ მსხდომებს, თქვენ თუ დაყვებით ბაიდენისგან მომდინარე ზეწოლას და ჩაერთვებით ამ ომში, დადგება მომენტი, როცა ამერიკელები გაიწევიან და ჩვენ დავრჩებით მარტო. არ ქნათ ეს, სწორედ ამ სიტუაციაში ვიმყოფებით ახლა ჩვენ. სღარბელ ჟურნალისტს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა გერმანიის ელჩის თემითაც სურს, თუმცა არაფერს ამბობს პეტერ ფიშერის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში აქტიურ ჩარევაზე, ვენის კონვენციის დარღვევაზე, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაზე, რადიკალიზმისა და რევოლუციური განწყობების წახალისებასა და ოპოზიციასთან საეჭვო კავშირებზე. გეგელიამ მაყურებელს ისიც დაუმალა, რომ ფიშერის კონსულტაციებისთვის ბერლინში გაწვევა გერმანიის ყველაზე მაღალ რეიტინგული ოპოზიციური პარტიის მიერ ბუნდესტაგში დასმულ შეკითხვებს მოყვა. ევროკავშირთან ურთიერთობა ასევე წარმატებით დაიწყო. გერმანიამ კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია. გეგელია ყურადღებას ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე მხოლოდ წამიერად ამახვილებს და მიზანმიმართულად მალავს იმ ფაქტს, რომ იმ ფონზე, როდესაც უკრაინასა და მოლდოვაში კორუფციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მხრივ რთული ვითარებაა, ანგარიშში ევროკავშირის საკითხებს აიგნორებს და ორი ქვეყნის შემთხვევაში პუნქტები საერთოდ ამოიღეს. კვირის ტყუილის წამყვანი ეგრეთ წოდებულ კამიძე BBC-ს ფილმსაც ეხმაურება და ამტკიცებს, თითქოს დეზინფორმაციული სიუჟეტი სიმართლეს შეესაბამება. ამის საპირისპიროდ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპლექსური გამოძიების შედეგები შეგვიძლია მოვიტანოთ, რომლის მიხედვითაც კამიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. მეტიც, ფილმის რესპონდენტებმა და ეგრეთ წოდებული კვლევის ავტორმა ჩახუნაშვილებმა აღიარეს, რომ კამიძე კვლევა არ ჩაუტარებიათ, რაც შეეხება BBC-ს შელახულ რეპუტაციას. ეს დონალდ ტრამპის მიერ ბრიტანული მაუწყებლის მიმართ შეტანილი სარჩელით და ქვეყნის ყოფილი პრემიერის ლის ტრასის მიერ ფეიქ მედიის მხილებითაც დასტურდება. გეგელია საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ურთიერთობებში პრობლემებსაც ხედავს, რაც ცალსახა და აბსურდია. სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების მაღალ დონეს ის ვიზიტები აჩვენებს, რაც საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში იმართება, მათ შორის სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერების მონაწილეობა Silk Road ფორუმში. ტარიფების საკითხი კი ორივე ქვეყანასთან შეთანხმებულია. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ამ წლის გაფართოების ანგარიში, რომელშიც აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას. გეგელია საკუთარ ვიდეოს ნაცმოძრაობის ტრადიციული ნარატივით აგვირგვინებს, რომელიც ოპონენტის დისკრედიტაციის მიზნით მისთვის მოგონილი რუსული იარლიკის მიწებებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გულისხმობს. ამბობს, თითქოს ხელისუფლებას რუსეთისადმი სიმპათიები აქვს, თუმცა აღნიშნულს ვერაფრით ამყარებს.
ყურადღებას ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკას. საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და მოსახლეობის კეთილდღეობა წარმოადგენს, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. მიუხედავად დეზინფორმაციული შეტევებისა, მმართველი პარტია გაცხადებული გზიდან გადახვევას არ გეგმავს და მოსახლეობის ინტერესებით მოქმედებას აგრძელებს.